რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ 17 ოჯახს დღეს საცხოვრებელი ბინის გასაღები გადასცა. შენობა, რომელშიც განთავსდებიან ოჯახები, USAID-ის დაფინანსებით გარემონტდა. ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 12 მილიონ ლარამდე არის გამოყოფილი USAID-ის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს და ოქტომბრის ბოლომდე ყველა სამუშაოები სრულდება ამ პროგრამის ფარგლებში და ჩვენ ეტაპობრივად დევნილთა სამინისტროსთან ერთად და USAID-ის შესაბამის ხელმძღვანელობასთან ერთად გადავცემთ დევნილებს გასაღებებს. 17 ოჯახი ღებულობს ბინას. ცოტა ხნის შემდეგ აქვე გავხსნით ყოფილი საავადმყოფო შენობა, სადაც 49 ოჯახი მიიღოს ბინას. საერთო ჯამში თითქმის 400-მდე დევნილი ამ პრობლემას, რომელიც 20 წლის მანძილზე ჰქონდა, მოიხსნის. ჩვენ რამოდენიმე წელია გაუსაცდელ პირობებში გვიწევს ცხოვრება და დღეს ეს ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი არის.